Ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას სხეულის კორექცია დიეტით, როგორ ინარჩუნებენ ქართველი ქალბატონები სასურველ წონას. ამ თემით დღეს ქრონიკა დაინტერესდა. რა უარყოფითი შედეგი აქვს არასწორ კვებას, რაც გურჩევენ ენდოკრინოლოგები და როგორია სწორი კვების ფორმულა. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. დრო, როდესაც ქალბატონები და არა მხოლოდ ქალბატონები საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას განსაკუთრებით აქტიურად იწყებენ. პირველ რიგში მთავარი მიზანი ჭარბი წონისგან გათავისუფლებაა. სასურველი შედეგის მისაღწევად უმეტესობა ეგრეთ წოდებულ სწრაფმოქმედ დიეტებს მიმართავს. 10 კილოგრამის დაკლება 10 დღეში, 3 დღიანი არაჟნის დიეტა, სასურველი წონა 1 კვირაში. ასეთ რეცეპტებს ინტერნეტში მრავლად ნახავთ. ვიდრე მსგავს დიეტას დაიცავთ, მოისმინეთ ენდოკრინოლოგის რჩევა. ჭარბი წონა და უფრო სწორედ სიმსუქნე გახლავთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჭირდება ყურადღების მიქცევა და ექიმის მეთვალყურეობა ფაქტობრივად მთელი ცხოვრების მანძილზე. შესაბამისად, ის ეფექტი, რასაც ქალბატონები და უხშირესად ქალბატონები, თუმცა მამაკაცები ძალიან ხშირად მიმართავენ, რომ დავუშვათ რამოდენიმე დღეში დავეკლოთ რამოდენიმე კილოგრამი, იქნება დროებითი. მასაჟი და დილით სირბილი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დიეტას არასდროს იცავს. უბრალოდ კვების რაციონიდან ცომეული და ტკბილეული ამოიღო. იმისთვის, რომ კარგ ფორმაში და კარგ ხასიათზე იყოს, მთავარი არ არის პარამეტრები 90-60-90. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ჩემი წონა არ არის იდეალური წონასთან ძალიან ახლოს, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო. პირველ რიგში ჩემთვის აუცილებელია მასაჟის გაკეთება, დილით სირბილი, თუნდაც 1 საათი დღეში არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა ქალი იყოს ფორმაში. სწორ კვებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე რჩევებს იაფარულავა მალე იმედის მაყურებელს ახალ გადაცემაშიც მისცემს. კაცრი დიეტისთვის მხოლოდ წლების წინ მიუმართავს. ახლა მისი კვების რაციონში ძირითადად ბოსტნეული ჭარბობს. ზაფხული მოდის, ყველა უნდა ვიყოთ კარგ ფორმაში, დიეტა ისე თავისთავადაც გამოგვდის, ანუ როდესაც ხელა უკვე ნაკლებად გინდება, რომ საკვები მიიღო. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ, მე გაზაფხულობით ყოველთვის ვიკლებ წონაში. მისთვის დიეტა პროფესიული მოვალეობაა. ჭარბი წონა არ აწუხებს, თუმცა წონას ყოველთვის აკონტროლებს. იდეალური საკვები ზაფხულში მსუბუქი სალათია, რომელსაც თავად ამზადებს. დიეტა არასდროს არ გამიკეთებია. აი ერთი თვე Fashion Week-ი რა იწყო და ერთი თვე საერთოდ ცომი და ტკბილეული ამოვიღე და ერთ თვეში დავიკელი 6 კილო. ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები, მიკრო და მაკრო ელემენტები, ვიტამინები. ეს სწორი კვების აუცილებელი ინგრედიენტებია, რომელიც დოზირებულად დღეში 4 ჯერ უნდა მიიღოთ. სწორედ ეს არის ჯანმრთელი სილამაზის მთავარი ფორმულა.